ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებას ქართული ოცნების წარმომადგენლიც ესწრებოდნენ. მიღებაზე სიტყვით გამოვიდა ირაკლი კობახიძე. კობახიძემ კვლავ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე ილაპარაკა და თქვა, რომ ეს კონკრეტული გზამკვლელი მიუხედავად ბოლო წლებში წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო გადავტვირთოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევის მეშვეობით, რომელიც საერთო პრიორიტეტებს, თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებსა და მკაფიო სტრატეგიულ მიზნს განსაზღვრავს. საქართველოს გთავაზობთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და თანამშრომლობის მკაფიო ჩარჩოს დაეფუძნება. ჩვენ მზად ვართ პირდაპირ დიალოგის გზით განსაზღვროთ საერთო პრიორიტეტები, შევიმუშაოთ აღსრულების პრაქტიკული მექანიზმები და უზრუნველყოთ ორივე ქვეყნისთვის ხელშესახების შედეგები. ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობის დინამიკა კიდევ უფრო აძლიერებს ოპტიმიზმს, ღრმად კონსტრუქციული და მომავალზე ორიენტირებული პარტნიორობის მიმართ. პარტნიორობის ამ სულისკვეთებით გულითადად ვლოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და ჩვენიერების მეგობრობა წარმატებით გაგრძელდეს და საქართველოსა და შეერთებულ შტატების პარტნიორობა მომავალ წლებში კიდევ სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერლმა განაცხადა, რომ ამერიკელებს გამორჩეულად უყვართ საქართველო. მისივე თქმით, შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო დაღმართში. ჩვენი პარტნიორობის განუყოფელი ნაწილია ხალხთაშორისი კავშირები, რაც წლების მანძილზე საელჩოს უპირველესი პრიორიტეტი იყო. ამერიკელებს გამორჩეულად უყვართ საქართველო. მე ამას ნამდვილად გრძნობ და მჯერა, რომ ერთ-ერთი ზეზერის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგ უგებენ ერთმანეთს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენი ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო გაცვლითმა პროგრამებმა ახალი საგანმანათლებლო და პროფესიული გზა გაუხსნა ათასობით ქართველ სტუდენტს, მასწავლებელს, მცირე ბიზნესის წარმომადგენელსა და სპეციალისტს. საქართველოს უნიკალური და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია და მოხარული ვარ, რომ ჩვენც ვუჭერთ მხარს მისი დაცვისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის ძალისხმევას. და რაც ყველაზე მთავარია, შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. საზეიმო ღონისძიებას სამოქალაქო საზოგადოების წევრებიც ესწრებოდნენ, მათ შორის მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.